უკვე არსებობს გარკვეული შეშფოთება და კრიტიკა ისრაელში. იაკი, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს აბრაამის შეთანხმებებისთვის? აქ საუდის არაბეთი უერთდება ახალ თავდაცვით პაქტს. რა შეიძლება ნიშნავდეს ეს ისრაელისთვის? რაც ჩვენ ხედავთ, ეს არის ფაქტობრივად ახალი ახლო აღმოსავლეთი. არა ის ახალი, რასაც ისრაელი ელოდა ყველა იმ ომის შემდეგ, რაც ჩაატარა. და რასაც ჩვენ ხედავთ, არის ისეთი გაერთიანება, რომელიც პასუხობს შეერთებული შტატების შეშფოთებებს, რადგან შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო საუდის არაბეთის დაცვა. და ვხედავთ, რომ საუდის არაბეთს უნდა იცის, რომ ირანელებისგან მომავალი საფრთხე დაუყოვნებელია. ისინი ვერ ექნებათ სრული იმედი, რომ ამერიკელები დაიცავენ მათ. ამიტომ ისინი ქმნიან რაღაც სახის ღერს. და ეს ასევე პასუხია ისრაელელებისთვის და ისრაელიდან მომდინარე შიშებისთვის. განსაკუთრებით როცა ვხედავთ თურქეთს, მაგრამ ასევე პაკისტანსაც, ისინი ხედავენ ისრაელის უზარმაზარ შესაძლებლობებს. ისრაელისგან დიდი შიშია და ვფიქრობ ესეც პასუხია ისრაელელებისთვის. მაგრამ დღის ბოლოს მე ამას უფრო ეკონომიკურ ფორუმად ან ღერძად ხედავ, ვიდრე სამხედრო თვალსაზრისით. და არიელმა უკვე ახსენა, რომ საუდელები ჰუთებმა დაარტყეს და პაკისტანელებმა ან თურქებმა ამაზე არაფერი გააკეთეს. მაგრამ ისინი უკვე ფიქრობენ ყველა სახის მარშრუტზე, ეკონომიკურ მარშრუტებზე, რომლებიც გვერდსაუვლიან ან გადაადგილდებიან. და თურქეთიც ამაზე ფიქრობს. სირია იქა, ეჭვგარეშეა, საუდის არაბეთიც იქა, ასე რომ სწორად აღნიშნეთ ნიკოლ, აბრაამის შეთანხმებების გაფართოება. და ეს უდავოდ აბრაამის შეთანხმებებს ასუსტებს. რადგან როცა ვხედავთ საუდის არაბეთის დაახლოებას, როგორც თურქეთთან, ასევე პაკისტანთან, ეს აუცილებლად ნიშნავს განსხვავებას, ან კიდევ უფრო დაშორებას ისრაელისგან. ისე უნდა გაამახვილოს ყურადღება ისრაელმა ამ ეტაპზე. თუ საუდის არაბეთი შეიძლება აღარ იყოს განხილვაში, ისრაელს მაინც შეუძლია ურთიერთობების განღრმავება. და როცა ხედავ, რომ საუდის არაბეთი ამყარებს კავშირებს თურქეთთან და პაკისტანთან, არის თუ არა ალიანსი, რომელიც ისრაელმა ახლა შეიძლება გააძლიეროს, რომ გარკვეულწილად საპირწონე ალიანსად იქცეს. ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ახლო აღმოსავლეთში, ყველა მიმართულებით, რომ დაამყაროს ალიანსები და დაამყაროს ურთიერთობები, ნიკოლ. ეს იყო პასუხი ისრაელის სახელმწიფოს დაარსების დროიდან და დღესაც ასეა. სადაც კი კარია ოდნავ ღია, ისრაელმა უნდა დააკაკუნოს ამ კარზე, გაუწოდოს ხელი და სცადოს ურთიერთობების დამყარება. არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი აშკარა წარმატებებია და ვხედავთ, რომ ეს მართლაც დროთა განმავლობაში ამართლებს, მათ შორის და განსაკუთრებით ერაყის ომის დროს. რაც შეეხება ამას. ნახე, აშკარაა, რომ დეკლარაციაში და იმ ფორმულირებაში, რომ ერთზე თავდასხმა ნიშნავს ყველა წინააღმდეგ თავდასხმას, ნათლად იგრძნობა ნატოს გამოძახილი. მაგრამ შეხედე განსხვავებებს. ნატო შეიქმნა 1947 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ერთ ძალიან ძლიერ ქვეყანასთან ერთად, რომელიც იყო აღმოცენებული სახელმწიფო, შეერთებული შტატები. და ევროპა, რომელიც ფაქტობრივად განადგურებული იყო. არ არსებობდა ეჭვები. და ნატოს 80 წლიანი ისტორიის განმავლობაში ზოგადად არ ყოფილა ისეთი სიტუაციები, სადაც სხვადასხვა ქვეყანას ფუნდამენტურად განსხვავებული ინტერესები ჰქონდათ, სწორედ მათ ოპერაციების სფეროში, რის გამოც ნატო ალიანსია. კიდევ მეთქო, ნატოს ისტორიის განმავლობაში შეგვიძლია ვნახოთ პრობლემები აქ-იქ და განსაკუთრებით ბოლო წლებში, მაგრამ მთლიანობაში, თავისი ისტორიის განმავლობაში, ნატომ იმუშავა, ფუნქციონირებდა და წარმატებული იყო. აქ გვაქვს სამი ქვეყანა სამსულიად განსხვავებული ამბიციით, განსაკუთრებით საუდის არაბეთი და თურქეთი. თითოეული მათგანი საკუთარ თავს რეგიონულ ძალად მიიჩნევს. ისინი აუცილებლად შეეჯახებიან ერთმანეთს გარკვეულ არენებზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ხშირად სავსეა არასტაბილურობის გერებით. მე ვფიქრობ, როგორც იაკიმ თქვა, ეს არის სურვილი და ამ ქვეყნების, ასევე მათთან შემომიერთებელი სხვა ქვეყნების სურვილის გამოხატულება, რომ ერთად იმუშაონ და განსხვავებები ისე გადაჭრან, რომ ერთმანეთს მარიონეტული ძალების მეშვეობით არ ებრძოლონ. ეს შეიძლება კარგი იყოს ამ რეგიონში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, კარგია თუ არა ის ისრაელისთვის. ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც შეიძლება იყოს კარგი, თუ ბევრისთვის იმუშავებს რეგიონში. მაგრამ არსებობს მიზეზები, ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება დროთა განმავლობაში არ გამძლეს, უბრალოდ იმიტომ, რომ თითოეულ ამ ქვეყანას თავისი ამბიციები და მიზნები აქვს, რომლებიც აუცილებლად არ დაემთხვევა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის არის რაღაც, რასაც უნდა ვადევნოთ თვალი. უენ ალტმანი, იაკი დაიანი. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. i24 News-ის სტუდიაში.